საქართველო. გამაცანი საქართველო. დიახ, ჩვენი გადაცემა ისევ ქალაქ რუსთავშია. პატარა კორესპონდენტებად კი სტუდია აკორდის უნიჭიერესი აღსაზრდელები ავირჩიეთ. ქართულ ანიმაციაში იცით, რომელია ყველაზე ცნობილი ძაღლი, მამალი და მელია? ეს პერსონაჟები სულხან საბას იგავარამ შეხვდება და ქართულ ანიმაციაში ძმად სოფლის ვაშელებლები ქვია. ის გადაიღეს 1984 წელს იდა საქართველო ამ მულტფილმით გაგაცნოთ. რაიღო და სოფელი მინდა ვარ შენ. კარგი ადგილია. ანიმაცია ცბიერებაზე, სიზამაცეზე და მოხერხებულობაზე მოგვითხრობს. ალე! ოპა! ადამ მოდი ერთად ავაშენოთ. ერთად? ჰა. როგორ დასე? მე ვიყივლებ, შენ იღებ და სოფელიც აშენდება. გინდა? მოდი. ჰა. სოფლის შენებას რაუნდა აი სიმღერის ხმაურდა ერთი მირალი ხმაურდა ერთიც კარგი ბანი უნდა ხომ უნდა იუდა როგორც პროექტის პატარა კორესპონდენტმა ნინი ციკლაურმა თქვა, ის გადაიღეს 1984 წელს. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ტყის კვარტეტი. თუმცა ფართოდ სწორედ სოფლის მაშენებლების სახელითაა ცნობილი. რეჟისორი და სცენარის ავტორი მერაბ სარალიძე, ხოლო კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია, დამდგმელი მხატვარი ბესარიონ ხიდაშელი, დამდგმელი ოპერატორი ცირა კენჭიაშვილი გახლავთ. გააბრაზებ და ისიც გამოგეკიდება. შენებურად ხეზე არ ახვიდე იცოდა. შორს გაიტყუე და საკვალი მაგრა თაობნიე. მამალს მე მოული, მოვიტაცებ და დაგელოდები. აბა დამხოთებით. სოფლის შენებას რაუნდა აი სიმღერის ხმაურდა ახლა ერთ პატარა ცელკ მოусვენარ თავნება, მაგრამ ამავე დროს ბუნებით კეთილ, ჭკვიან და გულწრფელ გოგონას გაგაცნობთ. ჩვენი პატარა კორესპონდენტი მარიამ პონომარენკო. მინდა საქართველო ერთი ქართული ფილმით გაგაცნოთ. ეს ფილმი გახლავთ მანანა, რომელიც გადაღებულია 1958 წელს. ფილმი ერთიანჩი გოგონას ეშმაკობილ ცავზე თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებს მოხუცებიას და ბაბუას. ტყუილებით თავგზეს უბრევს ყველას, მაგრამ ბუნებით კეთილი და გონიერი ბავშვი მალე ხდება, რომ უსიამოვნებებს აყენებს ყველას და პირობას დებს, რომ ამიერიდან სამაგალითო ბავშვი გახდება. ბაბუკა. ყურადღება. მოისმინეთ ახალი ამბავი. ხვალ დღის 4 საათზე ჩვენს კლუბში წარმოდგენილი იქნება ხუთსურათიანი ტრაგედია პარტიზანები. სროლით თავარ როლს ასრულებს მანანა. ესე იგი, სპექტაკლს
ეხება ჩვენი შეფი ადმირალი. იბარა ჩემომსახიობო, რა გვაქამდე არ მითხარი. დამოიწვა. დღეს გაყეთილების შემდეგ გავდიხარ და დავაწყდა. ბებიკო. ფილმში მანანას როლს მსახიობი ნანული სარაჯიშვილი თამაშობს. ფილმის რეჟისორი შალვა მარტაშვილი და ზაქარია გუდავაძე გახლავთ, ხოლო კომპოზიტორი მერე დავითაშვილი. დიახ, მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბებია და ბაბუა ზედმეტად ანებიურებენ. ამის გამო მანანა ხშირად აკეთებს იმას, რაც უნდა. აცდენს გაკვეთილებს, იტყუება, სხვებს აბრიყვებს და თავის პატარა ხრიკებით გარშემო მყოფებს უსიამოვნებაში აგდებს. მისი ხასიათის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება სწორედ ისაა, რომ მასში ბოროტება არ არის. როცა ხვდება, რომ მისმა საქციელმა სხვებს ავნო, სინანულის უნარი აქვს და გადაწყვეტილებას იღებს, რომ შეიცვალოს. ჟურნალი დილა, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე ჟურნალია. მასზე ინფორმაციას ჩვენი პატარა კორესპონდენტი მარიამ ბასილაშვილი მოგვაწოდებს. მინდა საქართველოს გაგაცნოთ საბავშვო ჟურნალი დილა, რომელიც 1904 წელს დაარსდა მწერალი ქალბატონის მარიამ დემურიას თაოსნობით. მას თავდაპირველად ეწოდა ჟურნალი ნაკადული, შემდეგ კი ჟურნალი ოქტომბრელი. ჟურნალში იბეჭდებოდა ზღაპრები, იგავ ვარაკები, თქმულებები, ლექსები, პოემები, მოთხრობები და პიესები. თითქმის არ ყოფილა არც ერთი ავტორი, რომ საბავშვო ნაწარმოები არ დაეწერა ამ ჟურნალისთვის. ასევე თარგმნიდნენ და ბეჭდავდნენ სხვადასხვა ქვეყნის საბავშვო მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს. 1947 წლიდან ქართველი პოეტის რევაზ მარგიანის ინიციატივით ჟურნალს ეწოდა დილა, რომელიც დღემდე აქტიურად იბეჭდება დასურათებული გვერდებით. 2013 წელს ჟურნალ დილას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მე წვიმად მოვალ. იგივე თოვლის გუნდა. გუდა. ბავშვებისთვის ძალიან საყვარელ ანიმაციას ჩვენი პატარა კორესპონდენტი ვიკა ლონდარიძე მიმოიხილავს. მე მინდა საქართველო ერთი საყვარელი ქართული ანიმაციით მე წვიმად მოვალ გაგაცნოთ. იგი 1986 წელს გადაიღო რეჟისორმა გოგი კასრაძემ. კომპოზიტორი კი ალექსანდრე ბასილაია გახლავთ. მულტფილმი მთლიანად მუსიკალურია და სიმღერებს მომღერლები ლიკა ურუშაძე და ნუგზარ ყვაშალი ასრულებენ. მულტფილმში ღრუბელს მოწყვეტილი თოვლის გუნდა მარტო აღმოჩნდება მთებში და ცდილობს ვინმეს ეთამაშოს. იქვე გაიცნობს პატარა მომღერალ გოგონას. მისი ხმით მოხიბლული თოვლის გუნდა გოგონას დაუმეგობრდება. გამოსვლასთან ერთად თოვლის გუნდა დნობას დაიწყებს. გოგონა თოვლის მოსატანად გაიქცევა, მაგრამ ამასობაში თოვლის გუნდა დადრება და წვიმად წამოვა. გოგონა მიხვდება, რომ ეს წვიმა მისი მეგობარი წვიმად გადაქცეული დამძნარი თოვლის გუნდაა. Tetri goda, khan chumawan, khanach goda.